გვაქვს 18 დასახელების სხვადასხვა სახეობის ფილები. დღეს თქვენი სახლისთვის წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკა შევარჩევთ. როზეტებისა და ჩამრთველების შესარჩევად ვესტურეთ კომპანია ინსტას მაღაზიას. ბარისოლი გვთავაზობს ძალიან დიდ არჩევანს ფერთა. როგორც გახსოვთ, ჩვენი სახლი აშენებულია პერლიტის ბლოკით, რომელიც მოგვაწოდა კომპანია ფარავან პერლიტმა. 2015 წლის გაზაფხულზე სამთო კომპანია ფარავან პერლიტის შვილობილი კომპანია ირბისი იწყებს ენერგოეფექტური, მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გორგასლის საზღუდში. ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე კომპლექსი ულამაზესი პანორამული ხედით მტკვარზე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი ყუდრო და სასიამოვნო ადგილია როგორც საცხოვრებლად, ასევე ბიზნესის წარმოებისა და რეკრეაციის თვალსაზრისით. კომპლექსი შენდება ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი სამშენებლო მასალით, პერლიტით, რომელიც ხასიათდება დაბალი თბოგამტარიანობითა და მაღალი აკუსტიკური მაჩვენებლით. პერლიტის სამშენებლო მასალა უზრუნველყოფს ზაფხულში სიგრილესა და ზამთარში სითბოს. გამოყენებული იქნება პერლიტის მსუბუქი თბოსაიზოლაციო სამშენებლო ბლოკები. ხოლო სალესი სამუშაოებისთვის გამოყენებული იქნება ასევე პერლიტოცემენტი, რაც მთლიანობაში 35-40%-ით ამცირებს ენერგორესურსების დანახარჯებს შენობის ექსპლუატაციის დროს. ვიწყებთ აკვაპანელის მონტაჟს. აკვაპანელი კნაობს აქვს სამი სახის. 12 ნახევარიანი ფილები არსებობს შიდა აკვაპანელი, შიდა სამუშაოებისთვის, გარე აკვაპანელი ფასადებისთვის. ხოლო ახლა რომელსაც ვამუშავებთ, ეს არის სკაილაითი, თხელი ფილები 8 მმ-იანი სისქის. აკვაპანელი არის მსუბუქი ბეტონის ფილები, რომელიც არმირებულია ორივე მხრიდან. მისი მოღუნვა შეიძლება. ეს ჩვეულებრივი ბეტონის ფილები არის, თუმცა დამატებული აქვს ცოტაოდენი პერლიტი სიმსუბუქისათვის. გარე აკვაპანელი 75 ციკლზეა გათვლილი გაყინვა გალხობაზე. ანუ ფაქტიურად 75 წელი იმუშავებს გარანტირებულად. რადგანაც ფასადზეა გათვლილი, ამისი პროფილები უნდა იყოს დაცილებული მაქსიმუმ 40 სანტიმეტრით. მეტი არ შეიძლება, იმიტომ რომ ქარის დატვირთვები შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი და რო არ მოხდეს მოგლეჯა შურუპებიდან. ჩვენ შემთხვევაში ვაკეთებთ 30 სანტიმეტრში პროფილებს. მონტაჟის დროს ღრეჩოებს ტოვებთ სადღაც 3-4 მმ მუშავდება შესაბამისი ფითხით ბადის გამოყენებით, ხოლო შემდეგ მთლიანად მარმირებელი ნარევი და ბადით ხდება ამ ზედაპირის დაფარვა. და შემდეგ შეიძლება დეკორატიული ლესვის დატანა, შეიძლება პირდაპირ შეღება. რამდენია გარანტირებული ვადა, ჯერ ცნობილი არ არის. დაახლოებით 20-25 წლის წინ დაიწყეს ამის გამოშვება. ჯერ არსად დაზიანებული არ არის. ოღონდ რა თქმა უნდა მოხდეს ტექნოლოგიის მიხედვით ამის მონტაჟიც და შემდეგ დამუშავებაც. აი მსგავსი ხარისხის ფილები ჩვენ ბაზარზე არ არის. ეს უმაღლესი ხარისხის ფილებია, რაც ჩვენ ბაზარზე მოიპოვება. დაკაბელების შემდეგ შემდგომი ეტაპი ჩვენთვის სამონტაჟო ჯგუფისთვის არის შესაბამისი ფურნიტურის მიმაგრება. ფურნიტურა შედგება ჩვენთვის 3 კომპონენტისაგან: როზეტები, ჩამრთველები და კომპიუტერის ფურნიტურა. როზეტები არის გერმანული წარმოების იუნგის ფირმის. ძალიან მდგრადია კონტაქტები. თვითონ მასალა არის კერამოპლასტი, რომელიც არ იწვის და არის ძალიან ხარისხიანი. მთავარი შემადგენელი ნაწილია კონტაქტები ამ როზეტის. ჩვენი გადაცემის აქტიური მაყურებელი შეამჩნევა ჩვენ მქონდა საუბარი კონტურულ დამიწებაზე. აუცილებელია როზეტის შემთხვევაში და გამოყენებული იქნას კონტურული დამიწება, რაც მეტად ენერგოუსაფრთხოს ხდის მომსახურებას პერსონალისათვის. როზეტი წარმოადგენს ძირითად ნაწილს, რაშიც უნდა ჩაერთოს ჩანგალი, ჩარჩო და ხუფი, რომელიც სულ წერტილებში მონტაჟდება ისეთი, რომელიც დაცულია წყლისაგან, პირდაპირ წყლის მოხვედრის შემთხვევაში შიგნით წყალი ვერ მოხდება სული წერტილებისთვის. დანარჩენ სხვა ტერიტორიებზე დამონტაჟება ჩვეულებრივი როზეტები.
მოპირკეთდა აუზი, გაილესა, ჩაყენდა სკიმერი, ჩაყენდა შუქები, ჩაყენდა დამცლელი ტრაპი. ახლა ვიწყებთ აუზის მოპირკეთებას. აუზის მოპირკეთება ხორციელდება სპეციალური მასალით, ეს არის გეოტექსტილი, რომელიც არის პოლიპროპილენის ბოჭკოსგან გააკეთებული, იცავს აუზს, იცავს ბაქტერიებისგან და ასწორებს აუზის ზედაპირს. ამის შემდეგ მიდის ლაინერის მონტაჟი. ჩვენი კომპანია არის გერმანული ბრენდის Elbis წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში ჩვენ ხმარობთ ამ ლაინერს. ლაინერი არის არმირებული და ორმაგი, რაც აძლევს სიმყარეს და თვითონ წარმოებელი აძლევს 10 წლიან გარანტიას. კომპანიამ ქებული კლიმატი სახლისთვის მოგვაწოდა საინჟინრო სისტემების სრული პაკეტი, სანტექნიკის მილგაყვანილობა, მზის ენერგიაზე მომუშავე წყალგამაცხელებელი, გაგრილების სისტემა მულტისპლიტ კონდიციონერებით და ცენტრალური გათბობის სისტემა Bosch-ის ქვაბით. ჩვენ ისევ ვეწვიეთ კომპანიას ქებული კლიმატი, რათა მიგვეღო ინსტრუქციები და რჩევები სახლში დამონტაჟებული სისტემების ექსპლუატაციის შესახებ. მზის კოლექტორი ყველაზე საიმედოდ და ხანგრძლივად მომუშავე სისტემად მიიჩნევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სწორედ არის შერჩეული და ხარისხიანად დამონტაჟებული. მზის კოლექტორი მზისგან მიღებულ ენერგიას გადაქმნის თბურ ენერგიად. ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩვენს რეგიონში ყოველ კვადრატულ მეტრზე 1300 კილოვატ-საათში მზის ენერგია ხვდება, რაც დაახლოებით 120 ლიტრ დიზელის საწვავს ან 130 კუბურ მეტრს ბუნებრივ აირს უდრის. იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, თქვენს სახლში დამონტაჟდა სპეციალური კვანძი. სანამ მზის კოლექტორში არის საკმარისი ტემპერატურის წყალი, გათბობის ქვაბი გათიშულია და ხდება ბუნებრივი აირის მაქსიმალური დაზოგვა. ამ დიაგრამაზე თქვენ ხედავთ, რომ საქართველოში თითქმის 6 თვის განმავლობაში შესაძლებელია ცხელი წყლისთვის საჭირო ენერგიის მხოლოდ მზისგან მიღება. მზის კოლექტორზე დახარჯული თანხების ამოღება 2-3 წელიწადშია შესაძლებელი. შემდგომში კი ჩათვალეთ, რომ პრაქტიკულად უფასო ცხელი წყალი გექნებათ. Bosch-ის სტანდარტების მიხედვით წითელი ქვაბი გამონაკლისის გარეშე გადის ტესტირებას სპეციალურ კომპიუტერულ სტენდზე, მოწდება მისი ყველა პარამეტრი და სამუშაო ციკლი. კომპანია ქებული კლიმატში შეძენილ პროდუქციაზე მოქმედებს 3 წლიანი გარანტია და ასევე 24 საათიანი ტექნიკური სერვისი. 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, მიიღოთ ტექნიკური კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოთ ჩვენი საგარანტიო სამსახური. ეს მომსახურება ვრცელდება როგორც თბილისში, ასევე ყველა სხვა რეგიონში. თქვენთან დამონტაჟებული გათბობის ქვაბი არის Bosch-ის გამოცდილების და უახლესი ტექნოლოგიების შერწყმის საუკეთესო მაგალითი. აღსანიშნავია, რომ ქვაბი ადაპტირებულია პოსტსაბჭოთა ენერგოქსერვისისთვის. მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ძაბვის და გაზის წნევის ცვალებადობა. Bosch-ის ქვაბის მაღალი ენერგოეფექტურობა საშუალებას გვაძლევს ეკონომიურად ხარჯოთ ბუნებრივი აირი. როგორც ზაფხულში ცხელი წყლის რეჟიმში, ასევე ზამთარში გათბობის რეჟიმის ჩართვისას. სენსორების გააზრებული განლაგება და ინტელექტუალური მართვის ფუნქცია ავტომატურად არეგულირებს საჭირო პარამეტრებს. უსაფრთხოების სისტემად კი მოწყობილობის საიმედო მუშაობას უზრუნველყოფს. საბოლოოდ, რომ დასრულდება სამღერო სამუშაოები, ჩვენ დავამონტაჟებთ ოთახის თერმოსტატს, რომლის მეშვეობით თქვენ შეძლებთ დისტანციურად დააყენოთ სასურველი რეჟიმი და მუდმივად შეინარჩუნოთ სახლში კომფორტული მიკროკლიმატი. Bosch-ის გათბობის სისტემა მომხმარებლებს ხარისხის ახალ სტანდარტს თავაზობს. მომხმარებლების რაოდენობის მიუხედავად, ონკანიდან გამოსული ცხელი წყალი სტაბილურ ტემპერატურას ინარჩუნებს. გათბობის ქვაბი მაქსიმალურ ეფექტურობასთან ერთად კომპაქტური და ჩუმია. კომპანია Velux-ი 18 წლის წინ დაარსდა და მალევე მოიპოვა პოპულარობადან დობა. ამჟამად Velux სამშენობაში აქვს განთავსებული საგამოფენო დარბაზები. გთავაზობს მაღალი ხარისხის ინტერიერისა და ექსტერიერის ავეჯის, ასევე ჭურჭლის ყველაზე ფართო არჩევანს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი ავეჯის მაღაზია და მწარმოებელია, Velux-ი ინარჩუნებს ლიდერობას. როცა ხარისხიანი ავეჯის მისაღებ ფასადშეძენაზე ფიქრობ, პირველი რაც გახსენდება Velux-ია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ავეჯის შეძენა Velux-ში.
გამარჯობა. გამარჯობათ. რით შემიძლია დაგეხმაროთ? ჩვენ გვჭირდება AOG საერთო ოთახისთვის. ძალიან კარგ დროს მობრძანდით. ჩვენ გვაქვს 20%-იანი ფასდაკლება და კიდევ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვთავაზობთ უკვე აქ მოსულ მომხმარებელს. ძალიან კარგი. ჩვენი საერთო ოთახი იყოფა ორ ზონად. ეს არის სასადილო და მისაღები ოთახი. ამის დასაკომპლექტებლად გვჭირდება AOG. კი ბატონო, მაშინ წავამბრძანდით სამეულის შერჩევით დავიწყოთ, აბრძანდით მესამე სართულზე და შეგარჩევინებენ თქვენთვის ასურველ პროდუქციას. კი ბატონო. კარგი, თქმა უნდა. გამარჯობათ. გამარჯობათ. წავამბრძანდით. გვაქვს 1200-მდე დასახელების სპილი AOG, გვაქვს ორი საგამოფენო დარბაზი, როგორც აქ ასევე გადასასვლელია შემდეგ შენობაში. არის მოდერნის ტიპის თანამედროვე, ასევე კლასიკური პირველ სართულზე, ალბათ თქვენ უფრო თანამედროვე. მე უფრო მოდერნი და თანამედროვე. მოდერნი ან თანამედროვე. კარგით, დავიწყოთ არჩევა ამ დარბაზიდან, შემდეგ გადავიდეთ იქეთ შენობაში. დავიწყოთ. გვაქვს კუთხის რბილი AOG, გვაქვს ნაჭერი, ტყავი, ტყავის შემცვლელი მაღალი ხარისხის, უფრო ტყავი გაინტერესებთ. გვაქვს სამეულები 3-2-1-ის ტიპის, 3-1-1-ის ტიპის და ასევე კუთხეები. ცალკე ორიანი, ცალკე სამიანი. არის არჩევანი. როგორც ხედავთ, გვაქვს ძალიან დიდი არჩევანი. ასევე გადავიდეთ შემდეგ დარბაზში. კი ბატონო, არჩევანი მართლა დიდი გაქვს. თეორია ყველაფერი გაქვს ძალიან კარგად წარმოდგენილი. დიახ. შედგება 3 დამოუკიდებელი ნაჭრისგან, რომლის საზურგეებიც რეგულირდება 3 სხვადასხვა პოზიციაზე, რაც უფრო მეტად კომფორტულს ხდის მოდელს. ასევე აქვს პუფი, რომელსაც აქვს ხის ზედაპირი, ის ასრულებს მაგიდის ფუნქციას და აქვს პატარა დამატებითი სათავსოც. დაბრძანდით არის ძალიან კომფორტული. შეგიძლიათ ფერების არჩევანიც ინტერიერის მიხედვით, გვაქვს ფერები, რაც ადგილზე არ გვაქვს, შეგიძლიათ ასევე შეკვეთაც, მაგრამ გვაქვს უამრავი ფერი ადგილზე. რეგულირდება სახელურებით სხვადასხვა პოზიციებზე. რაც შეეხება ტყავს, წინა ფასადი არის აბსოლუტურად ნატურალური ტყავი, მთლიანად, რაზეც ძირითადი შეხება გვიწევს. გვერდები და უკანა მხარე არის მაღალი ხარისხის ტყავის შემცვლელი. თუ შეიძლება ამის გადაწყობა, ვთქვა, სხვა თანმიმდევრობით დაალაგება, სხვა განლაგება. კი, შეგვიძლია ეს წამოსაწოლი ნაჭერი შეგვიძლია იყოს მარცხენა მხარეს ან მარჯვენა მხარეს. ესეც გადავა ამის არჩევანიც არის, შესაბამისად ესეც გადმოვა აქეთ მხარეს. კარგი მოდელია ძალიან მომწონს. არჩევანს ამაზე გავაკეთებ, ამას შევიძენთ და მოდით ახლა ვნახოთ ტელევიზორის კედელს რო ეძახიან, რაზეც შეიძლება რომ ტელევიზორი დავდოთ მისაღებში. წავბრძანდით გაჩვენებთ შესაბამის მოდელს, რომელიც ძალიან მოუხდება. არის ლაკირებული ზედაპირით MDF-ი, ასევე ეს რაზეც ტელევიზორი იდგმება, ეს ნაწილი არის MDF-ი, ასევე ესეც ხის შპონით და აქვს მუხის შპონი. ესეც არის ცალკეული დეტალი, ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ დაამაგროთ, არის მოძრავი. ასევე ეს 4 ნაჭერი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, რომელიც შეგიძლიათ განათავსოთ სხვადასხვა ადგილას, იღება ხელის მისაჭერი თანამედროვე მექანიზმით, რომელიც არის ძალიან მოსახერხებელი. აქვს ასევე 3 უჯრა, რომელიც გამოსაღები მექანიზმით იღება. 2 დიდი და 1 პატარა. ტელევიზორის ზომა არ გაქვთ შეზღუდული, როგორც გინდათ, ისე განათავსებთ. რა სიტყვით? ნუ ძალიან მომწონს და იმასაც მოუხდება ჩემი აზრით. სათავსოებით საკმაოდ ბევრი აქვს. შიგნით აქვს შუშის თაროები. 3 განყოფილება აქვს. დახურული ასევე ღია თაროები. ძალიან უნდა მოუხდეს. ალბათ ამას შევარჩევ. ძალიან კარგი. ეხლა მჭირდება კიდევ ხალიჩა და ჟურნალის მაგიდა. ამავე ოთახისთვის. კი, ამავე ოთახისთვის. წავბრძანდით. ნახოთ ფერებიც კი, რა თქმა უნდა. არის აბსოლუტურად ანტიალერგიული, მტვერს არ ატარებს, იატაკს არ ხაზავს. ძალიან ადვილად შრება, გარეცხვის შემდეგ ადვილად იწმინდება, ასევე ხალიჩის სითხეებით. ძალიან კარგი მოსახმარია.
მომწონს ეს მოდელი. აი უზორიც ესეთია კი, მინიმალური. ძალიან სადაა და ფერიც მოუხდება. მინდა გაჩვენოთ ჟურნალის მაგიდა, რომელიც ვფიქრობ ძალიან უნდა მოუხდეს თქვენს მიერ არჩეულ კედელს და რბილავეთს. ნახეთ. მასალა არის MDF-ი, სქელი ხის შპონით, შპონი არის ფიჭვის, არის სამდონიანი. აქვს სარკისებური სარტყელი, რომელიც ხაზს უსვამს მის ორიგინალურობას, აქვს ასევე დაძველების ეფექტები. თქვენს არჩეულ რბილავეთს აქვს ქრომირებული ფეხები და ეს დეტალი მოუხდება. დეტალი კი ძალიან მოუხდება. ჩემი აზრით, ზომაშიც მე მგონი საკმაოდ ნორმალურად ჩაჯდება, ვფიქრობ. გეთანხმებით. მასალა ძალიან კარგია, ძალიან მყარია. ავირჩევ ამას, მომწონს. მოხმარებელს თავაზობთ მაღალ ხარისხთან ერთად დაბალ ფასს. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ სივრცეს მოვარგოთ დიზაინი. თქვენი სახლის აივნის მოაჯირისთვის გთავაზობთ ლამექს. ანუ ლამინირებულ მინას. სახლი მდებარეობს თბილისში, დიღომიერში, ახლად განაშენიანებულ პრესტიჟულ უბანში. სახლის საერთო ფართი 250 კვადრატული მეტრია. პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი, სამზარეულო სასადილო, კაბინეტი, აბაზანა და დამხმარე სათავსოები. მეორე სართულზე 3 საძინებელი, 3 აბაზანა, 3 საგარდერობე და 4 აივანი. 500 კვადრატული მეტრის კეთილმოწყობილი ეზო, გამწვანებით და სარწყავის სისტემით. ეზოში განთავსებულია მანქანის სადგომი და აუზი. სახლი უზრუნველყოფილი იქნება ავეჯით, ტექნიკით, გათბობა გაგრილების და უსაფრთხოების სისტემებით. საქართველოში ყველაზე ცნობილი სახლი შესაძლოა თქვენი გახდეს. შეძენის პირობების შესახებ დაგვიკავშირდით Facebook-ზე. დავიწყეთ კაპოლისტიროლის ფილების არმირება. არმირება ხდება ბადით და შესაბამისი ნარევით. ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკვე ეს ფილები დამაგრებული, მიწებებულია და დამაგრებული არის ქოლგისებური დუბელებით. ხდება თხელი ლესვა მარმირებელი ბადის მეშვეობით, რომელიც აუცილებელია, რომ კვადრატული მეტრი იყოს 160 გრამი. უფრო დაბალი წონის ბადე არ ვარგა, იმიტომ რომ ადვილად ფუჭდება. შემდეგ შეიძლება გაიხეს, ზარები გაჩნდეს ზედაპირზე. ნარევი ესმევა ზედაპირზე, ილესება თქვათ, იძირება ბადე. შემდეგ ზემოდან კიდევ თხელი ფენა გადაესმევა. ველოდებით შემდეგ გაშრობას, როდესაც გაშრება ზედაპირი და შემდეგ დაიტანება დეკორატიული ლესვა. ბევრი ამ ოპერაციას აკეთებს ჩვეულებრივი წებო ცემენტით, რითიც მაგალითად კაფელს აწებებენ და ის არაფრით არ შეიძლება მაგის გაკეთება, რადგანაც ის არ არის ელასტიური წებო ცემენტი, წყალს იწოვს პირდაპირ. ამ ნარევს კიდევ ელასტიურობაც მაღალი აქვს და აქვს წყალაბრდი თვისებები, როდესაც გაშრება, წვიმის შემთხვევაში მხოლოდ ზედაპირი უსველდება და სიღრმეში წყალი ვერ აღწევს. ამიტომ იცავს კედელს დასველებისაგან. ამ ნარევის გამოყენება შეიძლება უბრალოდ აი თქვათ აგურის კედლის გასალესადაც შეიძლება, ან შეიძლება ძველი ნალესი იყოს იმის შესარემონტებლად. ამ ნარევს ქვია ჯეთ ცემენტი. ეს არის თურქული კნაუფის ქარხნის გამოშვებული. ანალოგიურ პროდუქტს ასევე გერმანულს ქვია SM700. ეს როდესაც უკვე დამუშავდება, გაილესება და უკვე გამყარდება, გაშრება, მერე უკვე დაიტანება დეკორატიული ლესვა. ის დეკორატიული ლესვა, რომელსაც ამ ობიექტზე ვიყენებთ, ასევე თურქული კნაუფის ქარხნის გამოშვებულია. ანუ ეს კონკრეტულად ეს ლესვა, რომელიც აქ გამოვიყენეთ, ეს არის 2 მმ-იანი ფრაქცია. ანუ კენჭების მაქსიმალური ზომა შიგნით არის 2 მმ. ამ დეკორატიულ ლესვასაც აქვს წყალაბრდი თვისებები. საბოლოოდ, როდესაც დამთავრებული სახე ექნება, როგორც ნაჭუჭი იცავს კვერცხის გულს, ისე იცავს შენობას წვიმისაგან. კომპანია კნაუფი ფასადების დამუშავებისას ხმარობს პოლივინილ ქლორიდის პროფილებს კუთხების
გაფორმებისათვის და ღიობების გაფორმებისათვის. არის ჩვეულებრივი კუთხოვანა ბადით, რომლითაც თქვათ კუთხეები უფრო კაფიოთ გამოიკვეთება, კაფიოთ ჩანს და სწორად გამოიყურება. არის ასევე კუთხოვანა ოღონდ არის საწვეთურით. აქ დამატებული აქვს ერთი დეტალი, რათა ეს ძირითადად ყენდება ჰორიზონტალურ ნაწილებზე, რათა ჩამონადენი წყლის შებრუნება არ მოხდეს და ფერდოს დაზიანება. ეს ძირითადად ესეთ ჰორიზონტალურ უბნებზე და ღიობების, კარის ან ფანჯრის ღიობების ზედა ნაწილებზე ხდება ამითი დამუშავება და არის ასევე ეგრეთ წოდებული ლაიბუმ პროფილი, რომელიც იცავს ჩარჩოებს. ეს ეწებება ჩარჩოს, რათა შემდეგ არ მოხდეს ბზარის გაჩენა და წყალმა არ შეაღწიოს და ვიზუალურადაც რომ კარგად გამოიყურებოდეს. ამ ლაიბუმ პროფილს აქვს ესეთი დროებითი გვერდი არის, რომელიც შემდეგ მოწყდება და დარჩება საბოლოო სახე. აი ამაზე თუ აკვირდებით, ყვითელი ქაღალდი არის დაწებებული. ეს როდესაც უკვე შეღების დრო მოვა, შეგვიძლია ქაღალდი ავაძროთ, დავაწებოთ მთელ პერიმეტრზე ცელოფანი. მოხდება შეღება, რაღაცა არ დაისვრება ფანჯრები და შემდეგ იმ ცელოფანიანად შეიძლება ეს მოვატეხო და უკვე საბოლოო სახეს ღებულობ. ჩვენმა არქიტექტორმა კაპაროლში შეარჩია საღებავის რამოდენიმე ფერი, რომლებიც თითქმის მიახლოებულია ერთმანეთთან და ჩვენ ვიწყებთ ახლა სატესტო ღებვას. ესე იგი, რომელს ვაკეთებთ გიო გარედან? ეს არის ღობის, ხო? ეს ღობის საღებავი. ეს არის ორი საღებავი, რომელიც შევარჩიეთ, ტესტი გავაკეთოთ ახლა და ამოვირჩიოთ, რომელ ფერს გამოვიყენებთ. ორივეში არის ოხრამირეული, იმის გამო რომ ვიტრაჟებზე ჩვენ გვაქვს ოქროსფერი, კაკლის ფაქტურა გვაქვს და მაინც თლად ნაცრისფერი ამიდა და ყოფილი. ის განაცოლი, კაი ფერი ამიდა. ხო, ჩვენიანია. ეს უფრო მუქია, ხო, ვიდრე ეს? კი, ეგ მუქია. კაია, კაი. რამაზ ახლოსვე შევღებოთ მეორე ფერით, კაი? ეხლა სანამ გაშრება, რასაც ხედავ, მე მგონი მუქი ფერი ჯობია. კარგია რამაზ. ეყოფ. მუქი ფერით შევღებოთ. არქიტექტორის მიერ არჩეული ფერებიდან გამომდინარე მოხდა ზედაპირზე სასტელი შეღებების წარმოება, რის შემდეგაც გადაწყდა შესაბამისი სამი ფერი, რომელიც ფასადზე იქნება გამოყენებული. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ სამუშაოები, რომელიც არის ადვილი ტექნოლოგიური პროცესი, ერთი ფენა გრუნტის დატანა, შემდეგ კიდე ორი ფენა საღებავის, რომელიც მოხდეს საბოლოოდ შედეგს, რომ მივიღებთ ზედაპირზე ფერს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დროთა განმავლობაში, წლების განმავლობაში ზედაპირი არ გაგვიფუჭდეს, არ გაგვიხუნდეს და ასე შემდეგ. სახლის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. პლანეტ პერფექტოს ხელოსნების 5 ჯგუფი ერთდროულად მუშაობს. დავიწყეთ ეზოს მოპირკეთება ქვაფენილებით. ეს არის პლანეტ პერფექტოს ქვაფენილები. წარმოების დროს ჩვენ ვიყენებთ მაღალი ხარისხის პლასტიფიცირებულ ბეტონს, ასევე გერმანულ საღებავებს, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, მივცეთ მომხმარებელს 15 წლიანი გარანტია, რომ ეს ქვაფენილი არ გახუნდება, არ დაიბზარება და გაუძლებს თავის ექსპლუატაციის ვადას. როგორც ხედავთ, უკვე გამზადებულია კიბისთვის რკინის კონსტრუქცია კედელში, ასევე იატაკზე და ჭერზე. ველოდებით საფეხურების დამონტაჟებას. საფეხურები დამზადებულია გამომშრალი, დამუშავებული ხის მასალისგან. ასევე გვინდა ვთქვათ, რომ პლანეტ პერფექტო არა მარტო აშენებს სახლებს და აპირკეთებს, ასევე ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნებისმიერი დიზაინის, რომელიც უკვე თქვენს აშენებულ სახლს მიესადაგება კიბის მონტაჟი თავისი მოპირკეთებით.
Planet Perfectos ხელოსნების კიდევ ერთი ჯგუფი სახურავის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს ასრულებს. პარალელურად აუზის გარშემო ფილების დაგება მიმდინარეობს. ყინვა გამძლე კერამგრანიტის ფილები და წებოცემენტი მოგვაწოდა სავაჭრო ცენტრმა იდეალი. ჩვენი სახლისთვის ავტომატური კარის დამზადება 14 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიას მივანდეთ. შეპესა თელეს პროფილი არის ავტომატური კარებები, შლაგბაუმები, ბარიერები. შეპესა თელეს ევროპიდან შემოაქვს მაკომპლექტებელი ნაწილები და კარი მზადდება უკვე საქართველოში. ასე რომ ეს კარი არის უკვე ქართული პროდუქტი. მისი მართვა შეიძლება როგორც პულტით, ასევე ხელით. მომხმარებელს ჩვენ თავაზობთ ფერების ფართო არჩევანს, 2 წლიან გარანტიას და მომხმარებელს თავაზობთ მაღალ ხარისხთან ერთად დაბალ ფასს. შეპოსა თელეკ თავაზობთ შლაგბაუმების, ბარიერების ფართო არჩევანს. ჩვენი წარმოდგენილი პროდუქცია არის იტალიური ფირმა BFT-ს წარმოების, რაც გამოირჩევა მაღალი ხარისხით. ჩვენ გვთავაზობთ აგრეთვე პარკინგის ინდივიდუალურ საკეტებს, რომელიც მუშაობს ასევე პულტზე. და გამოირჩევა დაბალი ფასით. ადვილი ექსპლუატაციაში და არის მაღალი ხარისხის. კომპანია ოპერტი დაარსდა 2007 წელს. მის ძირითადი საქმიანობა არის ბინებისა და ოფისებისათვის ავეჯის დამზადება. ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ პაკეტს, რაც მოიცავს აზომით სამუშაოებს, დიზაინერის უფასო მომსახურებას, სამგანზომილებიან პროექტს და ადგილზე მიტანა მონტაჟს. ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს კედლის უზუსტობები. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ სივრცეს მოვარგოთ დიზაინი. 2013 წელს კომპანია ოპერტი ყველაზე სანდო კომპანია გახდა. ქართული ბრენდის დაჯილდოების ცერემონიალზე 5 ნომინაციიდან ერთ-ერთი კომპანია ოპერტს ერგო. რეპუტაცია და ნდობა. ტექნიკური მენეჯერისა და დიზაინერის მიერ აღებული ანაზომის საფუძველზე ვქმნით სამგანზომილებიან მოდელს. მოდელის შექმნაში შეიძლება თავად დამკვეთმა მიიღოს მონაწილეობა, აირჩიოს ფერი, ფაქტურა, ასევე მასალა. ამ შემთხვევაში თქვენს სამზარეულოს წარმოგიდგენთ სამგანზომილებიან პროექტად, სადაც არის ჩაშენებული ღუმელი, გასქურა და მაცივარი. ამასთანავე მცირე დეტალი შევიტანეთ სამზარეულოს გადახალისებისათვის, ეს არის პატარა მონაკვეთი აქვე, ბოთლებისათვის, ღვინის ბოთლებისათვის არის განკუთვნილი. ასევე შემიძლია წარმოგიდგინოთ აი ამ პროექტის ფოტო ვერსიაც. დაწვრილებული პროექტი გადაეცემა საამთროს და იწყება მისი წარმოების პროცესი.
რადგან ძირითადად სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოგიხსენებათ, რომ კომპანია დიომ რამოდენიმე ხნის წინ დაამონტაჟა უმაღლესი ხარისხის გერმანული ფირმა ალუპლასტის კერპანჯრები, ახლა უკვე დაიწყება აზომვითი სამუშაოები ფარდაჟალუზებისათვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გირჩევთ ჰორიზონტალურ ფარდაჟალუზს, გვერდითა ბაგირებით, ეს არის ინოვაცია, ანუ დამატებითი კომფორტი არის ფარდაჟალუზისათვის, გვერდითა ბაგირები იცავს ჰორიზონტალურ ჟალუზს მექანიკური დაზიანებისა და დეფორმაციისაგან. შესაბამისად, გაღება გადმოკიდების დროს არ იკეთებს მუცელს და აქვს დამატებითი კომფორტი. ჰორიზონტალური ლამელები, მეტალის ლამელები მაქსიმალურად იცილებს მზის სხივებს და ოთახში დიდხანს ინარჩუნებს სიგრილეს. ეხლა რაც შეეხება ბადეს, ბადე არსებობს ფანჯრის ბადე ორი ტიპის, ეს არის მოძრავი, ანუ რულონური ტიპის და არის უძრავი სტაციონალური ტიპის. ამ შემთხვევაში ჩვენ გავაკეთებთ მოძრავ ბადეს. ზაფხულის დროს დაგიცავთ შემაწუხებელი მწერებისაგან, ხოლო ზამთრის პერიოდში შეგიძლიათ უბრალოდ მარტივად აკეცოთ თავისივე ეგრეთ წოდებულ კასეტაში და თავიდან აიცილოთ ყოველგვარი დაზიანება. ჩვენი ბადე არ სკდება და ფორმას არ იცვლის. ბადის ჩარჩოს ფერი იქნება იდენტური ფანჯრის პროფილის ფერის. კომპანია Glasswork-ი დაარსდა 2012 წლის თებერვალში. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მინის და გალვანიზირებული რკინის პროფილების დამზადება, გადამუშავება. პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და დანერგილია თანამედროვე ტექნოლოგიები. თანამშრომლობთ ადგილობრივ ბაზარზე მსხვილ სამშენებლო კომპანიებთან. გვაქვს განხორციელებული ბევრი წარმატებული პროექტი. Glasswork-ი Saint-Gobain-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ჩვენ ვთავაზობთ ფართო სპექტრის სახეობის მინებს. მინა პაკეტს, ნაწრთოფ მინას და ჯავშან მინას. ასევე ულტრათანამედროვე მინის სახეობებს, როგორიცაა ენერგო დამზოგავი დაბალემისიური მინა. CNC დანადგარი უზრუნველყოფს მინის მაღალი სიზუსტით დამუშავებას, გაბრიალებას, გაბურღვას, ღარვას, გრავირებას, ზედაპირზე და კიდეზე დაწერას. Glasswork-ი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც გთავაზობთ 6 მეტრიან ჯამბო მინებს. Glasswork-ი აწარმოებს ფართო სპექტრის გალვანიზირებული რკინის პროფილებს და გოფრირებულ სახურავებს. თქვენი სახლის აივნის მოაჯირისთვის გთავაზობთ ლამექს. ანუ ლამინირებულ მინას მისი მთავარი უპირატესობა არის უსაფრთხოება. ეს არის 16 მმ-იანი სისქის, ორი შრისგან შემდგარი ერთმანეთთან ლამინირებული ფირით დაკავშირებული მინა. გატეხვის შემთხვევაში ნატეხები რჩება ფირზე. კიბემონტაჟით 7500 ლარი. სახურავი 3100 ლარი. ქვაფენილი დაგებით 3300 ლარი. საღებავი გრუნტი შიდა და გარე სამუშაოებისთვის 3792 ლარი. ელექტროობა მონტაჟით 5992 ლარი. ფილები, წებოცემენტი 4111 ლარი. მინის მოაჯირები მონტაჟით 2391 ლარი. სულ დახარჯულია 241452 ლარი და 70 თეთრი.